Die Bedrohung ist real. საფრთხე რეალურია. თქვენ ამის შესახებ გაზეთებშიც კითხულობთ და ახალ ამბებშიც გესმით. დრონები, ჯაშუშობა, მკვლელობა, მუქარად ცალკეული საზოგადო მოღვაწეების მიმართ, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის სხვა მრავალ ქვეყანაშიც. ყოველდღიური დივერსიული აქტები, მონაცემთა ცენტრების პარალიზების მცდელობები, კიბერშეტევები. ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ აღარც მშვიდობიანად ვართ და ეს ნათლად უნდა გვესმოდეს, თუ გსურს გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ახლავთ გავართ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნად დავრჩებით. ეს არ არის მხოლოდ მილიტარიზაციის პროცესი, არსებობს რენაციფიკაციის აშკარა ნიშნები. რატომ ხდება ეს? სავარაუდოდ მიზანი იგივეა, რაც ჰიტლერს ჰქონდა. მთელი ევროპა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს და სცადო სტრატეგიული მარცხი მიაყენოს. ჰიტლერის შემთხვევაში მას საბჭოთა კავშირის მარცხი სურდა. ხოლო თანამედროვე გერმანიას, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატოს, უკვე რუსეთის მარცხი სურთ.